არ გამოვეკიდები ხოლმე ადამიანს ესეთ რაღაცაზე, რომ რაღაც მოვლენასთან შეიძლება არ კონდეს პირდაპირ შეხება, მაგრამ განიცდიდი ადამიანი ხო შეიძლება, ხო? კი ბატონო. აქ თავარი პრობლემური რა არის, იცით? ყოფილა ხოლმე 9 აპრილის დღეები, როცა მეც არ მივსულვარ იმაზე, და არის ხოლმე ადამიანური განწყობა, როცა შენ რაღაცა სხვა მოგონება, სხვა დამოკიდებულება გაქვს ხოლმე. არც ეგ არ არის პრობლემა. თავარი ყველაზე ცუდი აქ ის არის, რომ ამ ადამიანს დაევალა პროვოკაციის მოწყობა. ანუ 9 აპრილის ცუდი მხარე ამას დღეს უნდა გაემეორებინა და ქართველს უნდა დაეპირისპირებინა. აი ეს არის ყველაზე ცუდი, თორე ის კი არ არის, რომ 9 აპრილს არ იყო იქა და შემდეგ რასაკეთებდა. თავარი ის არის, რომ ამ ადამიანმა თავის თავზე აი ეს ყველაზე უფრო მძიმე პროვოკაცია შესრულება განიზრახა. უბრალოდ ხელისუფლებამ გამოიჩინა გონიერება და მეც ამის მომხრე ვიყავი, რომ იქ არ შეიძლებოდა მისვლა, იმიტომ იქ აუცილებლად ეს გათვლილი იყო იმ პროვოკაციაზე, რომ იქ უნდა მოხდარიყო შეტაკება, დაპირისპირება, ახალი უბედურების დატრიალება, რომელიც იქნებოდა შესაბამისად გადაღებული, შესაბამისად რეკლამირებული და მეორე დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისათვის კარგი ნოყიერი მასალა მიწოდებული. ამიტომ აი ეს არის აქ ყველაზე დიდი. ესეც ერთჯერადი გამოყენების პროვოკაციისთვის გამოყენებული იყო ბურჭულაძე და ესე შევა ისტორიაში მისი პოლიტიკური ცხოვრება.